ფერმერი ბიჭი, რომელმაც ფორდი შექმნა. წელი. 16 წლის ბიჭი მამის ფერმას ტოვებს და ახალი ოცნებებითა და მიზნებით დეტროიტისკენ მიემგზავრება. ეს ის დროა, როდესაც ხალხი ჯერ კიდევ ცხენებითა და მატარებლებით გადაადგილდება. დეტროიტისკენ მიმავალი 16 წლის ბიჭი კი მოგვიანებით მსოფლიოს წამყვან ავტომწარმოებელს შექმნის. ინდუსტრიას თავდაღირა და აყენებს და გარდაქმნის იმად, რას სახითაც დღეს ჩვენ ვიცნობთ. დეტროიტში ჩასვლიდან 35 წლის შემდეგ მის სახელს მსოფლიოში არსებული ავტომობილების ნახევარი ატარებდა. მამის ფერმიდან წამოსული ბიჭის, ჰენრი ფორდის სახელი კი ყველა მიცოდა. ამ ვიდეოში ჩვენ ფორდის დამაარსებლის, ჰენრი ფორდის შესახებ მოგიყვებით. ჰენრი ფორდი 1863 წლის 30 ივლისს დღევანდელ მიჩიგანში მამამისის ფერმაში დაიბადა. ის ამ ფერმაში მამასთან, უილიამ ფორდთან და 6 უმცროს და-ძმასთან ერთად ცხოვრობდა. უფროსი შვილისგან ოჯახი მხოლოდ ერთ რამეს მოელოდა. სამომავლოდ მას მამამისის ბიზნესი გადაებარებინა. თუმცა ის თავის მშობლებს არაფრით გავდა. არც ფერმის ბიზნესი აინტერესებდა და სულ სხვა მიზნებიც ჰქონდა. იმ დროს ფერმის მართვა შრომატევადი საქმე გახდათ. მიუხედავად იმისა, რომ ჰენრი მამის ბიზნესისთვის დაუღალავად მუშაობდა, ახალგაზრდა ბიჭი სამომავლოდ აქ ცხოვრების იდეასაც კი ვერ იტანდა. ფერმასთან განსაკუთრებული სიყვარული არასდროს მაკავშირებდა. დედა იყო ის, ვინც ფერმაში ძალიან მიყვარდა. ჰენრი ფორდი. როგორც თავისი ასაკის სხვა ბავშვებს, ჰენრის დიდად არც სკოლაში სიარული ხიბლავდა. მან მერვე კლასად ძლივს მიაღწია. თუმცა თავისუფალ დროს უკმად არ კარგავდა და მისთვის უფრო საინტერესო მიმართულებებსაც სწავლობდა. პატარა ასაკიდანვე ჰენრის მექანიკური ინჟინერია ინტერესებდა. ამგვარი მოწყობილობებისადმი სიყვარულმა კი ამ სფეროს დეტალურად გამოკვლევისკენ უბიძგა. პირველი მნიშვნელოვანი გარდატეხა 12 წლის ასაკში მოხდა. მაშინ, როდესაც მამამ მას ჯიბის საათი აჩუქა. ამ საათზე მან მექანიზმის რამდენიმე წუთში დაშლა აწყობას ისწავლა და შემდგომში უკვე მეგობრებისა და ნათესავების საათებზეც ვარჯიშობდა. მალევე ფორდის საათების შემკეთებლის სახელით გახდა ცნობილი და სამეზობლოშიც ყველას დამხმარედ იქცა. ახალგაზრდა ენთუზიასტი 13 წლის იყო, როდესაც დეტროიტის ერთ-ერთ ქარხანაში ექსკურსიისას ორთქლის ძრავა პირველად იხილა. სწორედ მაშინ მისი ვნება და ინტერესი მექანიკისადმი აკვიატებად იქცა. ინჟინერიით შეპყრობილმა ფორდმა სულ რაღაც 15 წლის ასაკში თავისი პირველი ორთქლის ძრავაც დააპროექტა. თუმცა აქედან მალევე მისი ცხოვრება უეცრად იცვლება. სამწუხაროდ დედამისი ავადმყოფობის შედეგად მოულოდნელად გარდაიცვალა. ჰენრის დედასთან ძალზედ ახლო ურთიერთობა ჰქონდა. იმაზე ახლო, ვიდრე ოჯახის ნებისმიერ სხვა წევრთან გააჩნდა ფერმაში. შობლის დაკარგვით განადგურებულ ჰენრის კი ფერმისადმი სიძულვილი უფრო გაუმძაფრდა. ეს ადგილი დედას ახსენებდა, რაც მასზე ცუდად მოქმედებდა. ამიტომ ფერმიდან გასაქცევად გამოსავლის ძიება დაიწყო. ერთ დღესაც მამის სურვილის საწინააღმდეგოდ ნივთები ჩაალაგა და ცხოვრების ახალი მიმართულების საძიებლად სოფელი დატოვა. იმ დროს დეტროიტი ინდუსტრიულ ქალაქად სწრაფი ტემპით ყალიბდებოდა. ეს კი ძირითადად ორთქლის ძრავების დამსახურება იყო. ქალაქს სამუშაოს მაძიებელი ახალგაზრდა ინჟინრები სჭირდებოდა. სწორედ დეტროიტი გახდა ის ქალაქი, სადაც ჰენრიმ საკუთარი თავი ხელახლა შექმნა და შეისწავლა ყველაფერი, რის სწავლაც მექანიკის შესახებ სულ უნდოდა. ამის შემდეგ ახალგაზრდა ფორდმა მუშაობა ადგილობრივ ავტომწარმოებელში, მიჩიგან კარ კომპანი ვორკსში დაიწყო. სამწუხაროდ ჰენრი ახალი სამსახურიდან სულ რაღაც 6 დღეში დაითხოვეს. მცირეხნიანი უმუშევრობის შემდეგ ერთ-ერთ მაღაზიაში დაიწყო მუშაობა, სადაც კვირაში მხოლოდ $2.60 გამოიმუშავებდა. ეს გასამრჯელო ჰენრის ბინის ქირის გადასახდელადაც არ ყოფნიდა.
ამის გამო ფორდმა ღამით მუშაობა გადაწყვიტა და ბავშვობის გატაცებას საათების შეკეთებას დაუბრუნდა. კვირაში 6 დღე, 6 საათიანი გრაფიკით. მისი დამატებითი ანაზღაურება $3 ადგენდა. რამდენიმე საქმის შეთავსების მიუხედავადაც, ფორდის სწავლისა და მექანიკური ექსპერიმენტებისთვის დროს მუდმივად ნახულობდა. 1882 წელს 19 წლის ფორდმა სახლში დაბრუნება გადაწყვიტა, თუმცა ეს ფერმის სიყვარულით არ გაუკეთებია. ჰენრი იქ დღის მხოლოდ მცირე მონაკვეთს ატარებდა. უმეტეს დროს კი ფერმაში ნაპოვნი მექანიზმებით ექსპერიმენტებს უთმობდა. მის დასაბედნიეროდ, მამამის ფერმისთვის პორტატიული ორთქლის ძრავაც ჰქონდა შექმნილი, რომლის ფლობაც მალევე ყველა ფერმერისთვის ნორმად იქცა. დაკვირვებითა და მუშაობით, ფორდი ორთქლის ძრავებში იმდენად დახელოვნდა, რომ თავისივე მეზობელი ყოველკვირეულად დახმარებისთვის $3 უხდიდა. ძალიან მალე მისი ნიჭიერება და ტალანტი მიჩიგანის საზღვრებსაც გასცდა. ჰენრისთვის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყებოდა. მის შესახებ ნიუ-იორკში შეიტყვეს და ახალგაზრდა მექანიკოსმა Westinghouse Engine Company of Schenectadyიდან შემოთავაზებაც მიიღო. ნიუ-იორკში მუშაობისას ჰენრის ძირითად მოვალეობებში ტრაქტორის ძრავების დაყენება და მომსახურება შედიოდა. 1885 წელს ფორდისთვის პირად ცხოვრებაში ცვლილებების დროც დადგა. ახალი წლის წვევულებაზე ჰენრი კლარა ჯეინ ბრაიანტს შეხვდა და მომდევნო წელს მასზე დაინიშნა. საქორწილო საჩუქრად ფორდს მამამისმა ფერმის 40 ჰექტარიც გადასცა. თუმცა ამ მიწასთან დაკავშირებით მას მამამისისგან სრულიად განსხვავებული ხედვები ჰქონდა. ახალი ძრავა 1891 წელს ჰენრი თავის მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად კვლავ დეტროიტში პატარა ბინაში დაბრუნდა. ქალაქში დაბრუნებული ფორდი British Magazine-ს გადააწყდა და პირველად ბენზინის ძრავების შესახებაც შეიტყო. ამ ძრავებს მცირე რაოდენობით გერმანული საინჟინრო კომპანია ნიკოლას ოტო უშვებდა. ორთქლის ძრავებთან შედარებით ისინი ბევრად ეფექტიანი იყო და მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა, რაც ყველაზე მთავარი იყო. ამ ტიპის ძრავებს დასაქოქად 30 წუთი არ სჭირდებოდა, რადგან ყველანაირი წვა ძრავის შიგნითვე მიმდინარეობდა. ბენზინის ძრავები ევროპაში პოპულარობას სწრაფად იხვეჭდა, თუმცა ამერიკაში მის შესახებ თითქმის არავინ არაფერი იცოდა. მის დასაბედნიეროდ ჰენრიმ თავის საცხოვრებელ ქალაქში ერთ პირს მიაგნო და ბენზინის ძრავაც ნახა. მას ეს მექანიზმი ერთი დანახვით შეუყვარდა. თუმცა ჰენრის ბენზინის ძრავების მუშაობის პრინციპი არ ესმოდა. ის ფაქტი, რომ ძრავა ელექტრული აალებით იქოქებოდა, სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებდა. ფორდს ახლა კიდევ უფრო მეტი რამის სწავლა სჭირდებოდა. რისთვისაც Edison Illuminating კომპანიაში საღამოს წვლის ინჟინრად მუშაობა დაიწყო და თვეში $40 გამოიმუშავებდა. მაშინ ეს კომპანია დეტროიტში უმსხვილესი ელექტროკომპანია გახდათ. ორთქლის ძრავის გამოყენებით ელექტროენერგიით ქალაქში 1000-მდე საცხოვრებელი სახლი მარაგდებოდა. ამ სამუშაოსთვის ჰენრი ფორდი ზედმეტად კვალიფიციური კადრი იყო. მისი მთავარი მოვალეობა გაფუჭებული ძრავების შეკეთება ან მათი დაზიანების გამომწვევი მიზეზის დადგენა იყო. ხოლო როდესაც ძრავები გამართულად მუშაობდა, საქმეც ბევრი არ ჰქონდა. ასე რომ ელექტროობის შესასწავლად თავისუფალი დროც რჩებოდა. 1893 წელს ჰენრის და კლარას მათი პირველი და ერთადერთი შვილი ეთელ ბრაიანტ ფორდი შეეძინათ. მისი დაბადების შემდეგ ჰენრი უფროს ინჟინრად დაინიშნა. ანაზღაურება კი კვირაში $100-მდე გაეზარდა. იმავე წელს ჰენრიმ თავისი ბენზინზე მომუშავე ძრავა შექმნა, რაც პირველი ნაბიჯიც იყო მისი ოცნებისკენ, უცხო ეტლისკენ. ეს ოცნება რამდენიმე წლის შემდეგ ჰენრიმ სისრულეში მოიყვანა. 1896 წლის 4 ივნის, უფრო კონკრეტულად კი ღამის 2-ის ნახევარზე, ჰენრიმ თავის ექსპერიმენტულ მანქანაზე მუშაობა დაასრულა. მანქანა, რომელსაც ფორდი კვადრისაიკლს უწოდებდა, ბენზინის ძრავას იყენებდა. ამ ტრანსპორტის კონცეფცია ერთმანეთის გვერდიგვერდ განთავსებულ ორ ველოსიპედს აერთიანებდა და ბენზინის ძრავაზე მუშაობდა. ექსპერიმენტი წარმატებული იყო, თუმცა ხარვეზები მასაც ჰქონდა. მანქანა 2 გადაცემათა კოლოფით იყო აღჭურვილი. თუმცა არც ერთი იყო განკუთვნილი მანქანის წინა და უკანა მიმართულებით მოძრაობისთვის, მაგრამ ყველაზე დიდ პრობლემას გამაგრილებელი სისტემის არარსებობა წარმოადგენდა. გამოდის, რომ გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ ფორდის ავტომობილი გადახურების საფრთხის ქვეშ დგებოდა.
ჰენრი თავისი მანქანის დახვეწაზე დაუღალავად მუშაობდა და მიზანსაც მიაღწია. Quadricycles ძალიან საჭირო გამაგრილებელი სისტემა დაუყენა. შემდგომში მან ეს სატრანსპორტო საშუალება $200 გაყიდა და თანხა ახალ, ბევრად მასშტაბურ პროექტს მოახმარა. ბიზნესის წარუმატებლობა. დეტროიტის მერის მხარდაჭერით ჰენრი რიგით მეორე ექსპერიმენტული მანქანის შექმნა შეუდგა და 1899 წლის ივლისში მასზე მუშაობაც დაასრულა. ახალი მანქანა წინამორბედთან შედარებით უფრო დიდი, მტკიცე და მძიმე იყო. ერთ დილას მან მხედრის მდიდარი ვაჭარი უილიამ მერფი თავისი შექმნილი ავტომობილით ტესტ-დრაივზე წაიყვანა. ტესტ-დრაივის დასრულებისთანავე უილიამს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა. მას ჰენრის ბიზნესში ფულის ჩადება სურდა. ჰენრიმ და უილიამმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. ასე და ამგვარად 1899 წლის 5 აგვისტოს დიტროიტ აუტომობილ კომპანია დაარსდა. სამწუხაროდ ფორდის პირველი კომპანია სულ რაღაც 1 წლის შემდეგ ჩავარდა. აქციონერებს მასებზე გათვლილი სამგზავრო ავტომობილი სურდათ. ჰენრის კი კომპანიის განვითარების სრულიად განსხვავებული ხედვა ჰქონდა. წარუმატებლობის კიდევ ერთი მიზეზი მასალები იყო. იმ დროს ავტომობილის სასაწყობად საჭირო ყველა კომპონენტისთვის ერთი საწარმო არ არსებობდა. ჰენრის ნაწილების რამდენიმე კომპანიიდან ყიდვა უხდებოდა. როდესაც ერთი ნაწილი მაინც იგვიანებდა, ფორდის ქარხანას უსაქმოდ ყოფნა და ლოდინი უხდებოდა. წარმოების პროცესი კი მნიშვნელოვნად ნელდებოდა. პირველი მანქანის შექმნას, რომელსაც ფორდი დელივერი უაგონს უწოდებდა, 6 თვე დასჭირდა. ხოლო კომპანიის 2 წლიანი არსებობის განმავლობაში მისი მხოლოდ 20-მდე ეგზემპლარი დამზადდა. ასეთი შედეგის გამო ჰენრი დაკავებული პოზიციიდანაც გაათავისუფლეს. თუმცა ფორდი მომავალს ოპტიმისტურად უყურებდა და ხელახლა დაწყებისთვისაც მზად იყო. წარუმატებლობა, მხოლოდ ხელახლა დაწყების შესაძლებლობაა. ყოველ ახალ ჯერზე უფრო მეტი ცოდნით. ჰენრი ფორდი. პირიქით. სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ ჰენრი თავს ბევრად მშვიდად გრძნობდა. ექსპერიმენტებისთვის ნაკლები ზეწოლა და მეტი დრო ჰქონდა. ამჯერად ჰენრიმ მთელი თავისი ყურადღება საბოლოო მანქანებისკენ მიმართა, რასაც მარტივი ახსნა ჰქონდა. ავტორბოლა ამერიკის შეერთებულ შტატებში სპორტის პოპულარულ სახეობად ყალიბდებოდა. ჰენრის კი ფართო საზოგადოებისთვის თავისი ავტომობილებისა და მათი ხარისხის გასაცნობად პლატფორმა ესაჭიროებოდა. თუმცა პრობლემები არ მთავრდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჰენრი ქალაქის ბევრ წარმატებულ ადამიანს იცნობდა, ცოტა მათგანს თუ ჰქონდა სურვილი მისი იდეები დაეფინანსებინა. თანაც დიტროიტ აუტომობილ კომპანიის გაკოტრებაც ყველას ახსოვდა. მაგრამ სულ რაღაც 1 წლის შემდეგ ჰენრის ნახელავმა გაისროლა. მისმა ახლად დაპროექტებულმა საბოლოო მანქანამ კლივლენდის ავტომწარმოებლის ალექსანდრ უილტონის ავტომობილი და ქვეყნის წამყვანი ეროვნული რბოლის ლიდერი გროს პოინტი დაამარცხა. ამ გამარჯვებამ ჰენრის გზა გაუხსნა. ფორდის მიერ შექმნილი 29 ცხენის ძალის მქონე ავტომობილი ქალაქის მთავარ განსახილველ საკითხად იქცა. პოპულარობის შედეგად ინვესტორებს ჰენრისადმი რწმენა გაუჩნდათ და გადაწყვიტეს ინჟინრისთვის მეორე შანსი მიეცათ. ახალი დაფინანსებითა დაკავშირებით ბაზარზე ფორდ მოტორ კომპანიაც გამოჩნდა. ჰენრი კვლავ უფროსი ინჟინრის პოზიციას იკავებდა. თუმცა მსგავსად წინა შემთხვევისა, მისი თანამდებობაზე ყოფნა არ ყოფნის საკითხი მალე ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. მიზეზიც თითქმის მსგავსი იყო. ჰენრი საბოლოო მანქანებზე მუშაობას განაგრძობდა, როდესაც ინვესტორები სამგზავრო ავტომობილის შექმნას ითხოვდნენ, რომელსაც ფართო აუდიტორიაზე გაყიდდნენ. ამ გეგმისთვის მათ კიდევ ერთი ჰენრი მარტინ ლილენდი დაიქირავეს. კონკურენტის მოსვლას ფორდის სიხარულით ნამდვილად არ შეხვედრია. ლილენდი ჰენრისთვის იყო ადამიანი, რომელიც მისი ადგილის დაკავებას ცდილობდა, ასე რომ ამ ჯერზე მან კომპანია თავისი ნებით დატოვა. დავტოვე თანამდებობა და გადავწყვიტე, რომ ბრძანებებს აღარასდროს დაუმორჩილებოდი. წერდა ფორდი თავის ავტობიოგრაფიაში. რაც შეეხება ჰენრი ლილენს, ის ინვესტორების მოთხოვნებს მიხვდა და საბოლოოდ შექმნა ის, რასაც ჩვენ დღეს კადილაკის სახელით ვიცნობთ. ფორდის წასვლასთან ერთად კომპანიის დასახელებაც შეიცვალა და ყოფილი ფორდ მოტორ კომპანია კადილაკ მოტორ კომპანიად გადაიქცა. ახლა ისევ ფორდთან დავბრუნდეთ, რომელიც ყოფილ მოტომრბოლებ
ტოპ კუპერთან ერთად სარბოლო მანქანების განვითარებაზე მუშაობას განაგრძობს. 1902 წელს მათ Ford 999 გამოუშვეს. ეს იყო 80 ძალიანი ავტომობილი, რომელსაც შეჯიბრებებზე მოტომრბოლელი ბარნი ოლდფილდი მართავდა. ბარნს მანამდე ავტომობილის საჭი არასდროს დაუტრიალებია, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია უინტონის სარბოლო მანქანა კიდევ ერთხელ დაემარცხებინა. 1904 წლისთვის Ford-ის ახალმა მანქანამ ამერიკის თითქმის ყველა რეკორდი დაამხო. მათ შორის მოიხსნა მანქანის მაქსიმალური სიჩქარის რეკორდი 150 კმ/სთ. ახალი რეკორდების დამყარებასთან ერთად ჰენრიმ სპეციალური ჯილდოც მიიღო. მან სარბოლო მანქანებში საუკეთესო მწარმოებლის სტატუსი დაიმსახურა. ამ რეპუტაციით ჰენრიმ უკვე იცოდა, რომ ინვესტორებთან დაბრუნებასაც შეძლებდა და თავისი მესამე კომპანიის დასაარსებლადაც მზად იყო. Ford Motor Company. ჯამში 11 ინვესტორის, განსაკუთრებით კი დეტროიტელი მაგნატის ალექსანდერ იანგ მალკომსონის მხარდაჭერით ჰენრის რიგით მესამე კომპანია შეიქმნა. თავდაპირველად ფირმას Ford and Malcolmson Ltd უწოდეს, თუმცა 1902 წელს დასახელება Ford Motor Company-ად შეიცვალა. ორი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ Ford-ი წარსულის გამეორებას აღარ აპირებდა. ჰენრიმ გადაწყვიტა შეექმნა მანქანა, რომელიც ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქისთვისაც ხელმისაწვდომი იქნებოდა. იმ დროს ავტომობილის ფლობა ფუფუნება იყო, რაც მხოლოდ მდიდართა პრივილეგია გახდათ. მანქანების უმეტესობას მაშინ ძალიან გამოცდილი ინჟინრები ქმნიდნენ. წარმოებული ავტომობილების უმრავლესობა კი რბოლებისთვის იყო განკუთვნილი. ახალი კომპანიის დაარსებისთანავე ჰენრიმ ინვესტორებსა და პარტნიორებს განცხადებით მიმართა. მე შევქმნი მსუბუქ ავტომობილს ფართო მასებისთვის, საუკეთესო მასალებისგან, საუკეთესო ადამიანების დახმარებით, უმარტივესი დიზაინის მიხედვით. ეს თანამედროვე ინჟინერია შეუძლია. მისი ფასი იმდენად დაბალი იქნება, რომ ნებისმიერი ადამიანი კარგი შემოსავლით შეიძენს. ჰენრი ფორდი. კიდევ ერთი რამ, რაც Ford-ს კარგად გამოსდიოდა, თავისი ბიზნესისთვის საჭირო ტალანტის აღმოჩენა და მასთან სამუშაოდ გადმობირება იყო. შედეგად ჰენრიმ ბევრი ახალგაზრდა ინჟინერი დაიქირავა, რომლებიც მექანიკისადმი მის ხედვასა და მიზნებს იზიარებდნენ. რაც შეეხება ავტომობილის დიზაინს, მან საბოლოო ვერსიამდე 20 პროტოტიპული მოდელი შექმნა. შედეგად მიიღო ის, რაც ყოველთვის სურდა. თავის ახალ ქმნილებას Ford-მა Model A უწოდა. მომდევნო 5 წლის განმავლობაში ჰენრიმ Model A-ს აუმჯობესებდა, რასაც Model N მოჰყვა. თუმცა ძირითადი რაც ამ 5 წლის განმავლობაში შეიცვალა, არა ავტომობილის დიზაინი, არამედ მისი აწყობის სპეციფიკა იყო. ერთ-ერთი მთავარი რაც თავისი წარუმატებლობისგან ჰენრიმ ისწავლა, იყო ის, რომ მას თავისი ბიზნესისთვის ერთი კონკრეტული მომწოდებელი სჭირდებოდა, რომელიც ქარხანას ყველა საჭირო კომპონენტით მოამარაგებდა. ამ საქმისთვის მან დეტროიტში სპეციალური მაღაზია მალევე იპოვა, მაგრამ ჰენრი არ ჩერდებოდა და ყველგან ახალ იდეებს ეძებდა. და საინტერესოა, რომ იდეა, რომელიც მის კომპანიას წაადგებოდა, ჰენრის ჩიკაგოში მოგზაურობისას ხორცის საწარმოო ხაზის კონცეფტის ნახვისას დაებადა. Ford-ი მიხვდა, რომ თუ იგივე კონცეფციას ავტომობილების მშენებლობაშიც დანერგავდა, მაშინ დღიურ წარმოებას მნიშვნელოვნად გაზრდიდა. იმ დროს Ford-იც და სხვა ავტომწარმოებლებიც კოლექტიური ძალისხმევით მხოლოდ ერთ მანქანას აწყობდნენ და წარმოება ძალიან ნელი ტემპით მიდიოდა. ამგვარად ახალი გეგმებით Ford-მა 1904 წელს უფრო მეტი დაფინანსება მოიზიდა და საკუთარი ქარხანა შექმნა. ჯამში მან 300-ზე მეტი ადამიანი დაასაქმა. ჰენრის ახლა უკვე თავის ქარხანაში ჩიკაგოში აღმოჩენილი საწარმოო ხაზის დანერგვას სურდა. 1906 წელს ჰენრიმ Model N-ის წარმოებაში პირველად საწარმოო ხაზი გამოიყენა. ჰენრის იდეამ ქარხნის წარმოება 5 ჯერ გაზარდა, ხოლო ახალი მოდელი ამერიკის ყველაზე გაყიდვად მანქანად იქცა. მიუხედავად ნანატრი წარმატებისა, Ford-ს უფრო დიდი სიმაღლეების მიღწევა სურდა. 1905 წელს ჰენრიმ საკუთარი მწარმოებელი კომპანია დაარსა, სადაც მისი მანქანებისთვის საჭირო ყველა კომპონენტს თავადვე ქმნიდა. იქ იქნებოდა ყველაფერი, გადაცემათა კოლოფით დაწყებული, ძრავით დასრულებული. ამავე პერიოდში ჰენრიმ ვანადიუმიანი ფოლადი აღმოაჩინა, რამაც საავტომობილო ინდუსტრიაში საფუძველი ახალ ეპოქას ჩაუყარა. ვანადიუმიანი ფოლადი წინამორბედთან შედარებით 3 ჯერ ძლიერი და ბევრად მსუბუქი იყო.
ჰენრიმ ფოლადი ახალი მოდელის შექმნაში გამოიყენა და ეს მანქანაც მალევე ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ავტომობილად იქცა. ეს ავტომობილი Model T გახდათ და მას ბევრი თქვენგანი Crystal Autos პორტალით უნდა იცნობდეთ. გამართული სერვისის მქონე ბიზნესს შემოსავალზე მხოლოდ ერთი სადარდებელი ექნება. ის უხერხულად დიდი იქნება. ჰენრი ფორდი. ჰენრი ფორდის ოცნება რიგითი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი და ყოველდღიური გამოყენებისთვის განკუთვნილი მანქანის შექმნა იყო. ამ ოცნებაზე პასუხი სწორედ Model T გახდათ. გამოსვლისას Model T ჰენრის შექმნილ მოდელებს შორის ყველაზე ძვირიც ღირდა. მაშინ ავტომობილის ფასი $850 ადგენდა, რაც დღევანდელი კურსით $21,000 ეკვივალენტია. თუმცა ფასის მიუხედავად Model T სწრაფადვე ბევრი საყვარელ ავტომობილად გადაიქცა. მისი გაშვებიდან რამდენიმე დღეში ჰენრიმ 15,000-ზე მეტი შეკვეთა მიიღო. მეტი რასურვილი უნდა ჰქონოდა ჰენრის. საწარმოო ხაზი. ჰენრი ხვდებოდა, რომ დღიური წარმოების 100 ერთეულამდე გაზრდისთვის უფრო დიდი ობიექტი სჭირდებოდა. ამ მიზნისთვის მან 1900 წელს მიჩიგანში ახალი ქარხანა ააშენა. რიგი ექსპერიმენტების შემდეგ 1913 წლისთვის ჰენრის საწარმოო ხაზი უკვე გამართულად მუშაობდა. მისი საშუალებით მუშებისთვის მუშაობის პრინციპი შეიცვალა. ავტომობილი ასაწყობ ხაზს მიხვებოდა. ეტაპობრივად ეწყობოდა და ეს ერთი მანქანის აწყობისთვის საჭირო დროს 12 საათიდან 90 წუთამდე ამცირებდა. 1914 წლისთვის Ford Motors-ის საწარმოო მაჩვენებელი 300,000 ერთეულს აღემატებოდა. ეს იმაზე მეტი იყო, ვიდრე ყველა სხვა მწარმოებლის შედეგები ერთად აღებული. 1900-1916 წლებში კი Model T-ის წარმოება 20,000-დან თითქმის მილიონ ერთეულამდე გაიზარდა. მაშინ უკვე დედამიწაზე არსებული ავტომობილების ნახევარი Ford-ის სახელს ატარებდა. თუმცა ჰენრის კიდევ ერთი გენიალური გეგმა ჰქონდა, რომელიც საავტომობილო ინდუსტრიაში პოზიციას უფრო მეტად გაუმყარებდა. Model T-ის წარმოება ყოველწლიურად იზრდებოდა. შედეგად ჰენრიმ მისი მოდელების ფასი დაწია. 1916 წლისთვის Model T, რომელიც ერთდროს $850 ღირდა, ახლა $400-ზე ნაკლებად იყიდებოდა. თუმცა ეს ჰენრის ერთადერთი გენიალური სტრატეგია არ გახლდათ. მაშინ, როდესაც ჰენრი ამერიკაში საწარმოო ხაზის პიონერი იყო, მისი ინოვაციებით Ford-ის ქარხნის მუშათა ნაწილი მოხარული ნამდვილად არ იყო. რუტინული საქმის კეთება ბევრისთვის მოსაწყენი გახდა. ხოლო გამოცდილმა მუშაკებმა ახალი სამუშაოს ძებნა დაიწყეს, რადგან მთლიანი მანქანის აწყობის ნაცვლად მათ მხოლოდ ერთი თუ ორი დავალების შესრულება გაუხდებოდათ. Ford-ის თანამშრომლებმა სხვა კომპანიებს მიაშურეს და მათ შესაჩერებლად ჰენრის დღიური ხელფასის $5-მდე ზრდა მოუხდა. Ford-ის ბევრი კონკურენტი მის გადაწყვეტილებას ირონიულად უყურებდა და კომპანიის გაკოტრებამდე დღეებს ითვლიდა. თუმცა ამ გეგმამ სრულიად საწინააღმდეგო შედეგი მიიღო. ქვეყნის ყველა ქალაქის მექანიკოსი ახლა დეტროიტისკენ მიემართებოდა, ბევრად მაღალი ანაზღაურების ძიებაში. ჰენრიმ დასაქმებულებს არა მარტო ხელფასები გაუზარდა, არამედ მათ 1 საათიანი დასვენების უფლებაც მისცა. წლების შემოღებით კი Ford-ის კომპანია ახლა უკვე 24 საათი მუშაობდა. მალევე იმის შიშით, რომ მუშები არ დაეკარგათ Ford-ის კონკურენტებსაც იმავეც გაკეთება მოუხდათ. შედეგად ჰენრიმ შეერთებულ შტატებში არა მარტო ავტოინდუსტრია, სრულიად ბიზნესიც გარდაქმნა. მეწარმისთვის ერთი წესი არსებობს: შექმნა საუკეთესო პროდუქტი, რაც შეიძლება დავალფასა და გასცეს, რაც შეიძლება მაღალი ხელფასი. ჰენრი ფორდი. თუმცა 1919 წელს Ford-მა, რომელიც ინვესტორებთან კარგი ურთიერთობით არც ამ დროს გამოირჩეოდა, მათთან საქმიანობის შეწყვეტა სამუდამოდ გადაწყვიტა. კომპანიის აქციებიც გამოისყიდა და მსოფლიოში უდიდესი საავტომობილო კომპანიის ერთადერთ მფლობელად იქცა. მალევე ჰენრიმ მისი 16 წლის შვილი ეთელ ფორდი კომპანიის პრეზიდენტად დანიშნა. თუმცა შოუს კვლავ თავად უძღვებოდა. მიუხედავად ასეთი დიდი ამბებისა, კომპანიაზე აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვებას თავისი საზღაურიც ჰქონდა და ამის უგულებელყოფა არც ჰენრის შეეძლო. სირთულეები 64-ში. ჰენრის კვლავ სწამდა, რომ Model T სწორედ ის ავტომობილი იყო, რომლის ფლობაც ყველა ადამიანს სურდა. ამის გამო Ford-ი ბევრად ძვირი, თუმცა ესთეტიკური ავტომობილების პოპულარობას ყურადღებას არ აქცევდა. მაგალითად, ასეთ ავტომობილს Chevrolet აწარმოებდა. Ford-ი ჯიუტი კაცი იყო და დიდად არც სხვების მოსმენა უყვარდა.
ის არჩვილისა და კომპანიის სხვა აღმასრულებლების იდეებს ითვალისწინებდა. ისინი კი ამტკიცებდნენ, რომ კომპანიას ახალი მოდელი უნდა შეექმნა. 1920-იანი წლების ბოლოს გაყიდვების ვარდნასთან ერთად ფორდი მიხვდა, რომ სხვების დაჯერება სჯობდა. მოდელ-T-ის საწარმოო ხაზი დახურა და სრულიად ახალი ავტომობილის წარმოება შეუდგა. ახალი მოდელ A 1927 წელს გამოვიდა, თუმცა ის ძველ ქარხანაში აღარ იწარმოებოდა. ჰენრიმ მიჩიგანში როგი რივერთან უფრო დიდ ქარხანაში გადაინაცვლა. ფორდს სურდა, რომ ახალ საწარმოს წარმოების თითეული კომპონენტი მოეცვა. იქ მასალების გადამუშავებით დაწყებული, უშუალოდ ავტომობილის საწყობით დასრულებული ყველაფერი უნდა შესრულებულიყო. შედეგი ფორდი ავტომობილებთან ერთად მსოფლიოში ფოლადის, მინის, საბურავებისა და სხვა კომპონენტების ყველაზე დიდი მწარმოებელი გახდა. თუმცა ჰენრის ერთპიროვნულ მმართველობას კომპანიისთვის უწინდებული შედეგები აღარ მოჰქონდა. 1936 წლისთვის ფორდი ამერიკის ბაზარზე მესამე ადგილამდე ჩამოვარდა. ლიდერობა General Motors-ისა და Chrysler კორპორაციის ხელში გადავიდა. წინსვლისთვის საკმარისი აღარც ჰენრის ინოვაციური ვირვაძრავა აღმოჩნდა. სიტუაცია მხოლოდ და მხოლოდ უარესდებოდა. ამას დიდი დეპრესიაც მოხვდა. ფორდმა თანამშრომელთა გათავისუფლება დაიწყო. 1953 წელს ჰენრის ვაჟი კუჭის სიმსივნით გარდაიცვალა. ჰენრიმ კი მომდევნო 2 წლით კომპანიის მართვა განაგრძო. სანამ საბოლოოდ ძალაუფლება თავის შვილიშვილს ჰენრიმ მეორეს არ გადააბარა. თავად პენსიაზე გავიდა და 1957 წლის 7 აპრილს ცერემბლარული სისხლდენით გარდაიცვალა. ცხოვრება გამოცდილებებისგან შედგება, რომლებთან ერთადაც ჩვენ ვიზრდებით. ზოგჯერ ისე, რომ თავადაც ვერ ხვდებით. სამყარო შექმნილია იმისთვის, რომ პიროვნება განავითაროს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რომ წარუმატებლობები და მწუხარება, რომლებსაც ვუძლებთ, მხოლოდ გვაძლიერებს და წინსვლაში გვეხმარება. ჰენრი ფორდი. ასე შეიქმნა კომპანია, რომელსაც ჩვენ დღეს Ford Motor კომპანიის სახელით ვიცნობთ. დღეს ფორდის ღირებულება 70 მილიარდს აღწევს და ის კვლავ მსოფლიოს წამყვან ავტომწარმოებლებს შორის იმკვიდრებს ადგილს.